42 საუბრობ თითიდან გამოწვეული პრობლემებზე, რადგან რეალური პრობლემები არავის აინტერესებს. 52 დღის თითიდან გამოწვეული პრობლემა დაკავშირებული არის საზოგადოებრივი ტრანსპორტთან და კერძოდ მეტროსთან, უფრო კონკრეტულად კი მეტროს ბაქანთან. მაშინ როცა მე მეტროში ჩავდივარ და ბაქანზე ვდგები, ყოველთვის მაქვს განცდა იმის, რომ ვინმე ხელს მკრავს, ან მე ვკრავ საკუთარ თავს ხელს. გამომდინარე ვდგები უკარა მხარეს და ველოდები მატარებელს ასე. ჩემს შემდეგ მოსული ადამიანები ცხადია დგებიან ჩემს წინ და აქედან გამომდინარე, როცა მატარებელი ჩამოვლის, ისინი ჩემზე ადრე მოხვდებიან მატარებელში. მე მიწევს, რომ ახალ მატარებელს დავაუდო, იმიტომ რომ არ შემიძლია ძალიან გადატენილ მატარებელში შესვლა. ასე გადის დრო. და ვაგვიანებ, სადაც მიდივარ იქ. არის ნამდვილად ერთიდან გამოწვეული პრობლემა. მაინტერესებს თქვენ როგორ უმკლავდებით ამ შიშს, რომ ვიღაც არ გეკრავთ ხელს და შესაბამისად შეგიძლიათ წინ დადგეთ, ანუ ახლოს დადგეთ. თან ასევე როგორ უმკლავდებით იმ განცდას, რომ ვაი საკუთარმა თავმა გაიძულოთ, რომ ჩახტეთ. მე რა შვებით. ეს ხო ყველამ ვიცით, რომ არ ჩავხტებით, იმიტომ რომ რაციონალური და ლოგიკური არის. იქ ჩახტებით იდეალურობით მატარებელი როცა გამოვლის, კარგი არაფერი დაგემართება. და ეს ყველასთვის გააზრებულია, მაგრამ როცა არ გჯერა საკუთარი თავის იმ მომენტში, რომ ვაიმე, იქნებ მე გადავწყვიტე, რომ ჩავხტე. აი, ამას როგორ უმკლავდებით, ეგ მაინტერესებს მეგობრებო. ახლა დაგემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ. როგორც ხვდებით, ეს არც ისეთიდან გამოწვეული პრობლემა არის და ცოტა სერიოზულ პრობლემებთან არის დაკავშირებული. აი, გონებრივ. ნახო